ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ირანელებისგან პასუხს მივიღებთ. დღეს საღამოს 8 საათამდე იქნება ის დადებითი თუ არ ყოფითი. იმედი მაქვს, სწორ პასუხს მოგცემენ, რადგან გვინდა ისეთი მსოფლიო, სადაც ნავთობი და გაზი თავისუფლად მიედინება და ხალხს შეუძლია გადაიხადოს სახლების გათბობასა და გაგრილებაში, ასევე სამსახურში გადაადგილებაში. ეს არ მოხდება თუ ირანელები ჩართულნი იქნებიან ეკონომიკურ ტერორიზმში. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს განკარგულებაში გვაქვს ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებას ჯერ არ გადაგვიცვეთია. შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს მათი გამოყენება და ის ნამდვილად გამოიყენებს მათ, თუ ირანელები არ შეცვლიან თავიანთ ქცევას. გმადლობთ ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. დრო გადის დღევანდელი ღამის ვადის მისაღწევად, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის ინფრასტრუქტურის დაბომბვა ქვის ხანამდე, როგორც პრეზიდენტმა თქვა. გაქვთ რაიმე ახალი ინფორმაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროისთვის შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ? და მეორეც, თქვენი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდა რამდენიმე განცხადება ამ ომთან დაკავშირებით, რომ ღმერთი მხარს უჭერს შეერთებულ შტატებს ამ ომში და რომ ირანზე თავდასხმები ღმერთის ნებისაა. ეთანხმებით ამას. და რას ფიქრობთ იმ იდეაზე, რომ ღმერთი ზევას მხარესაა ამ თავდასხმებში? კარგი, თქვენ მკითხეთ, არის თუ არა ახალი ინფორმაცია? და არა, თუ სტივისგან ტექსტური შეტყობინება არ მივიღე. კარგი, მაქვს ტექსტური შეტყობინება სტივ ვიტკოფისგან. არ გინდათ იცოდეთ რა თემაზეა ეს შეტყობინება? მაგრამ არა, ჯერ უნდა წავიკითხო სანამ ამაზე ვისაუბრებ. მაგრამ აი რა, ეხლა რომელი საათია შეერთებულ შტატებში? თითქმის 5 წუთის წინ. კარგი, აზრი აქვს. კარგი. კარგი, მაშინ ასე ნატალი, ამ შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით მართლა ვფიქრობ, რომ ორი გზა არსებობს. პრეზიდენტი ამაზე ძალიან მკაფიოდ საუბრობს. არსებობს ორი გზა, რომ ეს დასრულდეს. პირველ რიგში სერენმა და ზევამ უკვე მიაღწიეს თავიანთი სამხედრო მიზნების დიდ ნაწილს. კიდევ დარჩენილია რამდენიმე საკითხი, მაგალითად ირანის მიერ იარაღის წარმოების შეჩერება. ჩვენ გვინდოდა სამხედრო თვალსაზრისით უფრო წინ წავსულიყავით, მაგრამ შეერთებული შტატების მიზნები მიღწეულია. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს ომი მალე დასრულდება და საბოლოო ჯამში შედეგი ირანელებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რეალურად ორი გზა არსებობს და მე ამას ვამარტივებ. მე მჯერა, რომ პირველ გზაზე ირანელები გადაწყვეტენ, რომ ირანი ნორმალური ქვეყანა გახდეს. ისინი აღარ დააფინანსებენ ტერორიზმს, გახდებიან მსოფლიო ვაჭრობისა და გაცვლის სისტემის ნაწილი და ეს მათთვის უკეთეს შედეგებს მოიტანს. ეს მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას წაადგება. ეს მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს ბევრ სიკეთეს მოუტანს. ეს არის ვარიანტი A, ხო ასეა? ვარიანტი B კი ესეთია. თუ ირანელები არ დაიწყებენ მოლაპარაკებებს და გააგრძელებენ ტერორიზმთან კავშირს, თავს დაესხმებიან მეზობლებს, არა მხოლოდ ისრაელს, არამედ რა თქმა უნდა არაბებსაც. ირანში ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ ძალიან ცუდი იქნება და ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება. და რაც პრეზიდენტმა სთხოვა თავის გუნდს, განსაკუთრებით სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, იყო. გაიგეთ, რა შეიძლება იყოს შესაძლო შეთანხმების ძირითადი პირობები, რას დათანხმდებიან ისინი, რადგან სამხედრო თვალსაზრისით, გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ჩვენთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს, ასე თუ ისე. ეს ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, როგორ იქნება ყველაფერის შემდეგ. სწორედ ამაზეა კონცენტრირებული მოლაპარაკებები. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მაშინ როცა ირანელები ცდილობენ ჰორმუზის სრუტის მეშვეობით მაქსიმალური ეკონომიკური ზიანი მიაკენონ, შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა ირანს ბევრად უფრო დიდი ეკონომიკური ზიანი მიაკენოს, ვიდრე ირანს შეუძლია ჩვენთვის ან ჩვენს მოკავშირეებისთვის მსოფლიოში. იმედი მაქვს, გონიერები იქნებიან. პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში 12 საათიანი ვადა დააწესა. მალე გავიგებთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ბევრი მოლაპარაკება იქნება და იმედი მაქვს, კარგ შედეგამდე მივალთ. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, ღმერთი ხომ იცით ვისი მხარესაა? ჩემი პოზიცია სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ის, რომ ვილოცოთ, რომ ღმერთის მხარეს ვიყოთ და მჯერა, რომ ამას სწორ მიზეზთა გამო ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რომ რეჟიმს, რომელმაც უკვე ჩაიდინა ტერორისტული აქტები, კონდეს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარავი, რადგან ეს გამოიწვევდა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს. ვიმედოვნებ, რომ ღმერთი დაეთანხმება იმას, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ ლოცვას გავაგრძელებ და თუ ღმერთი პასუხს მომცემს, შენ პირველი გაიგებ, ნატალი. შემდეგი კითხვა. მომეცი შევხედო. მგონი ჩვენ გვყავს Reuters-ი და AP. მას გავაგრძელოთ Reuters-ით. კარგი, ეს ნამდვილად მშვენივრად ჯრევს, რა თქმა უნდა. შევამოწმე ჩემი ყურსასმენი, რომ მენახა, ჩემი გუნდის ვინმე მეტყოდა თუ არა, ვის უნდა დაუძახო, მაგრამ არავინ მიპასუხა. ეს უბრალოდ უნგრულადაა, ასე რომ გააგრძელე. გმადლობთ უფროსო ვიცე-პრეზიდენტო. აქ უნაინ რახამია Reuters-იდან. რამდენიმე კითხვა მაქვს.
მგონია რომ ეს ტექსტი უნდა წაიკითხოთ, რადგან გვაქვს ინფორმაცია რომ შეერთებული შტატები კარგის კუნძულზე რამდენიმე ობიექტს ესხმის თავს. თქვენ თქვით რომ სამხედრო მიზანი ამ ომის მიზნები მიღწეულია. მაშ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ იმუქრება პრეზიდენტი ჯერ კიდევ ყველა ხიდისა და ყველა ელექტროსადგურის დაბომბვით ირანში. თქვენ თქვით რომ ეს მალე დასრულდებოდა, მაგრამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე როცა ვადებზე ჰკითხეს, ის კონკრეტული არ იყო. მან თქვა, რომ 4-დან 6 კვირამდე დასჭირდებოდა და უკვე მე-6 კვირაში ვართ. არის რაიმე გრაფიკი. ბოდიში, ეს სპონტანური კითხვებია. ბევრი კითხვა. კარგი, გავჩერდები. ანუ უნგრეთში საკითხი ასე დგას, თუ პრემიერ-მინისტრი ორბანი წააგებს, შეერთებული შტატები მზად არის ახალ ლიდერთან ითანამშრომლოს. გექნებათ თუ არა, დასამახსოვრებელი ურთიერთობა ახალ ლიდერთან. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ იმასთან, ვინც უნგრეთის არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან გვიყვარს უნგრეთის ხალხი და ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. მაგრამ ვიქტორ ორბანი მოიგებს მომავალ არჩევნებს უნგრეთში. ამაში საკმაოდ დარწმუნებული ვარ. და ამ ჩვენს პოზიტიურ ურთიერთობაზე, სწორია? ეს არის გეგმა. კარგი, ყველაფერი რიგზეა, ასე რომ თქვენ კითხეთ კარგის კუნძულზე. როგორც გავიგე, ამის შესახებ პიტთან და გენერალ კეინთან საუბრის შემდეგ, ჩვენ ვაპირებდით რამდენიმე სამხედრო ობიექტზე შეტევას კარგის კუნძულზე. ასე მგონია, რომ ასეა. ჩვენ მიუყვებოდით პრეზიდენტის ვადებს, რომელმაც მკაფიოდ თქვა, ჩვენ არ დავარკვამთ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, სანამ ირანელები არ წარმოადგენენ წინადადებას, რომელსაც ან დაუჭერთ მხარს, ან არა. მაგრამ მან მათ მისცა ვადა სამშაბათამდე, 8 საათამდე. ამიტომ არ მჯერა, რომ კარგის კუნძულზე გავრცელებული ამბები სტრატეგიის შეცვლას ან შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან რაიმე ცვლილებას ნიშნავს. ის კვლავ ამბობს, რომ ვადა 8 საათია. და ვადა რისთვის არის? ფუნდამენტურად ირანი ცდილობს სამხედრო მარცხის შემდეგ მაქსიმალური ზიანი მიაკენოს, ეკონომიკური ზიანი მსოფლიოს. ზეპინუ ასესეილოს პრეზიდენტი არის კაცი, რომელიც აღიარებს მოლაპარაკების ძალას. თუ ირანელები სურთ ტკივილის მოყენება, შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა ბევრად მეტი ტკივილი მიაყენოს. ტკივილი პრეზიდენტს არ უნდა ამის გაკეთება და არც მე მინდა. ამიტომაც მტკიცეთ მოლაპარაკობთ. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ირანელებზეა დამოკიდებული. ხო, ფიქრობ პრეზიდენტმა ამაზე უკვე ისაუბრა. ვიტყვი, რომ ირანელები ომამდე ყველაზე სწრაფი მოლაპარაკეები არ იყვნენ და ეხლა მით უმეტეს არ არიან. ვაღიარებთ, რომ ზოგჯერ ადამიანებს შორის შეთხობინებების გაგზავნა იგვიანებს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ პასუხს მივიღებთ, იქნება ის დადებითი თუ არ ოფითი. მათგან პასუხს დღეს საღამოს 8 საათამდე მივიღებთ. იმედია სწორ პასუხს მოგცემენ, რადგან გვინდა ისეთი სამყარო, სადაც ნავთობი და გაზი თავისუფლად მიედინება, სადაც ადამიანები იხდიან სახლების გათბობასა და გაგრილებაში, ასევე სამსახურში წასვლაში. ეს არ მოხდება, თუ ირანელები ჩართულნი იქნებიან ეკონომიკურ ტერორიზმში. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაზეც ჯერ არ მიგვირია გადაწყვეტილება. შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს მათი გამოყენება და ის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ ირანელები არ შეცვლიან თავიანთ ქცევას. გონია ეს არის ყველაფერი. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, მინისტრო ანიკა, ერთი კითხვა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრო, ვიცე-პრეზიდენტო. აქ ვასრულებთ პრესკონფერენციას. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ეკავით და ნახვამდის. რა თქმა უნდა. მადლობა.